მოგესალმებით. დღევანდელი გაკვეთილი იქნება სიგნალებზე, რა დანიშნულება აქვს მათ, როგორ შეგვიძლია განმოვიყენოთ და ასევე როგორ შექმნათ custom სიგნალები, რომლებიც საკმაოდ ხშირი არის კოდში. კარგი, პირველ რიგში შეგვიძლია შექმნათ 2D სცენა, რომელსაც მოდი playground-ს დავაწერმე. Playground დავასევებ. ამას არ აქვს ეს მნიშვნელობა, ასევე შექმნი რაღაცა character bodies, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი playeri, მას ექნება sprite 2D და ასევე ექნება collision shape. Sprite 2D-ში მოდი ჩვენი კოდოტის icons გამოვიყენებ. Collision shape-ისთვის გამოვიყენებ რაღაცა rectangle shapes. მოდი ამ scripts დავუმატებ მე. Basic moment-ში ეს არაფერში არ მჭირდება. არც ესენი არ მჭირდება არაფერში. აქ მოდი ახლა axis-ის მაგივრად ვექტორი იყოს, რომ ყველა მხარეს შემიძლოს გადაადგილება. UI up იყოს, UI down. Input maps თავიდან არ გავაკეთებ, ისაც აქვს შეშენებული და აბსოლუტურად საკმარისია. X-axis წავშლი. ეს შემიძლია წავშალო და ვექტორული 0 შემიძლია იყოს. მოდი დავასევებ ამ ყველაფერს, გადავალ playground-ში, playground-ში ამ ჩვენს players დავამატებ, აი ამ ადგილზე განმოვიდები. მოდი ჩავრთავ ამ ჩვენს თამაშს და შევამოწმებ და ნამდვილად მაქვს რაღაცა განუყოფელი playeri, რომელიც მოძრაობს. კარგი ბატონო. ეხლა მოდი პირველ რიგში რა მინდა გავაკეთოთ. მოდი შევქმნი area 2D-ს. Area 2D-ს გავაკეთებ და მოდი ეს area 2D იყოს რაღაცა zone. ნებისმიერ რაღაც შეიძლება იყოს. მოდი ამას გავაკეთებ polygon 2D-ს. რატომაც არა იყოს polygon 2D იყოს და ასევე collision polygons გავაკეთებ. აი მოდი ხა ამ ადგილზე მე რაღაცა ეგეთ რაღაცას შემოვხაზავ. ავიღებ ამის data-ს და collision-საც იგივენაირად გავაკეთებ. paste value. და ეგეთ რაღაცა მაქვს. ეხლა თუ ჩავრთავ თამაშს და მინახავ რომ ეს თეთრი რაღაცა არის და ეგეთ რაღაცა აკეთებს. კარგი, ოღონდ მოდი ამას ზემოთ გადავიტან, რადგანაც მინდა რომ playeri ყოველთვის ზემოდან იყოს და აი ეგეთ რაღაცა გამოჩნდება. ეხლა მე მინდა რომ ფერი შეიცვალოს, აი როდესაც შეეხება ეს და მთლიანად მოთავსდება აი ამაში, მაგ შემთხვევაში მინდა რომ აი ამან ფერი შეიცვალოს. მოდი პირველ რიგში ამ ჩვენს players რაღაც გარკვეული ინდიკატორს მივანიჭებ, რომ ნამდვილად playeri არის. შემიძლია რომ აი მაგალითად კლასი მივანიჭო ამ ჩვენს players. ან რა ვიცი, group-ით შემიძლია გავაკეთო, მაგრამ მოდი კლასით დავაკეთებ. Class names. მოდი ორივე გავაკეთოთ, მაგრამ class name მოდი playeri იყოს და ასევე გადავალ და აი ამას აი აქედან გრუპებიდან მივანიჭებ და ვეტყვი რომ ეს არის playeri. იქნება და ეგ. კაი, დავასევებ, გადავალ ამაში. მოდი მთავარ nodes გავუკეთებ მე რაღაც გარკვეულ scripts და ამ script-ში რისი გაკეთება მინდა. მოდი ხა ამ ზონაში გადავალ, ზონას მოვნიშნავ. ზონას როდესაც მოვნიშნავ, გამოუჩნდება სიგნალები. აი ჩვენ ხო გვაქვს აქ ინსპექტორში, ნუ ბევრი რამე გვაქვს ამ ჩვენი ზონის, ხო? მაგრამ ასევე არსებობს სიგნალები. ამ სიგნალებში არის საკმაოდ ბევრი რაღაცა. ესენი არიან ჩაშენებული ფუნქციები მარტივად რო ვთქვათ, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია და კოდოც ავტომატურად შეუძლია რაღაც კონკრეტულის დაფიქსირება. მაგალითად რის დაფიქსირება. აი area entered, ანუ სხვა area როდესაც მიუახლოვდება და შევა ამ არეაში, აი მაგის დაფიქსირება შეუძლია. Exit-ით მაგის გამოსვლა შეუძლია, რაღაცა area shape entered და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი არის მაგალითად აი body entered. აქ საკმაოდ ბევრი არის და შეგიძლია რაღაცები დატესტოთ, აი mouse entered, mouse exit-ით. ესეც საკმაოდ კარგი რაღაცა არის. მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება body entered. Body entered იმიტომ გვჭირდება, რომ ჩვენ ხო character body გვაქვს.
შესაბამისად body entry-ად დაგჭირდება. მოდი ორჯერ დავაწყობოთ ამას. აი თავარი რომელიც გვაქვს მაგაზე connect-ს გავაკეთებთ და აი ესეთი რაღაც ჩაშენებული ფუნქცია გვაქვს. აი აქ თუ დაინახავთ, აი ასეთი მწვანე რაღაცა გამოიტანა, რაც ნიშნავს იმას, რომ სიგნალი ნამდვილად დაკავშირებული არის. სიგნალის disconnect-ით თუ გვინდა გავაკეთოთ, მაგ შემთხვევაში მარჯვენა ღილაკს დავაწვევით და disconnect-ს გავაკეთებთ. თუმცა ამ შემთხვევაში ახლა ეგეთი რაღაცა რომ მოხდა, ამასაც გააქროს მერე ადრე თუ გვიან. მოდი ახლა ისე მჭირდება რეალურად რომ იყოს, ასე რომ connect-ს გავუკეთებ ისევ. ეხლა რისი გაკეთება მინდა? მე მინდა რომ აი მაგალითად, მოდი აი ამ პოლიგონს რებია color-ია, ხო? მოდი ეს პოლიგონი წამოვიღოთ, ამას აქვს თავისი რაღაცა color property, ხო? და ეს მინდა უდრიდეს რას მინდა რომ უდრიდეს? ესე იგი, ნახდება ეს color. color-ი იზომება აი ასეთ რაღაცებში, ხო? color-ებში. მოდი ჩავწეროთ color და მოდი რისი ტოლი იყოს. მოდი გავაწითლოთ ან რაღაც. ეგეთი რაღაცა. აი ეგეთი რაღაც ფერი მივიღოთ. არ გავაწითლეთ, მაგრამ ესეც გამოდგება. მოდი შევამოწმოთ თუ მუშაობს. თავიდან არის თეთრი ჩვეულებრივად, რომ მივუახლოვ და არის. მაგრამ რომ მინდა რომ ისევ თეთრი გახდეს. მოდი ეგ სიგნალის გავაკეთოთ ახლა. გადავალთ ისევ ზონაში, გადავალთ სიგნალში, body x-იც გავაკეთებთ, დავაკონექტებთ ამასთან და ახლა ის გაკეთება მინდა. იგივე რაღაც გაკეთება მინდა აბსოლუტურად. თუმცა ამ შემთხვევაში color-ი მექნება საწყისი color-ი არის 1 გადავალთ და საბოლოო ჯამში მოქმედებს ძალიან კარგად. ამ ჩვენი სიგნალებით შეგვიძლია არა მარტო რაღაც ამის ფერის შეცვლა, არამედ ნებისმიერი მოქმედების გაკეთება. მოდი გადავიდეთ და აი ამაში რომ გადავა ეს ჩვენი პლეიერი, მინდა რომ აი მაგალითად რაღაც გააკეთოს. მაგალითად transform-ში ამ ჩვენმა პლეიერმა რაღაც გააკეთოს. მაგალითად scale-ი გააკეთოს, თუნდაც ან რაღაცა როტაცია გააკეთოს. წამოვიღებთ ამ ჩვენს players, მონიშნავთ rotations. ახლა rotation-ი რომ ნახოთ რაში იზომება, float-ებში იზომება, ხო? მოდი ეს იყოს, რა ვიცი, 0.5-ით გადატრიალდეს. მერე ისე უკან დავუბრუნდეთ, მოდი ამას 0-. ასევე მინდა რომ ზომაში გაიზარდოს. player-ი, scale-ი. მოდი scale-ი შევამოწმოთ რაში იზომება, ვექტორებში იზომება, ხო? x-ისა და y-ის ვექტორი მჭირდება, ხო? მოდი გავზარდოთ 1.5-ით ორივე კატ. და მეორე მხარეს მინდა რომ ისევ 1 იყოს. როდესაც გამოვა. მოდი შევამოწმოთ აბა, გადატრიალდა და გადიდდა ნამდვილად, რომ გადმოვიდა, აბსოლუტურად იგივე რაღაცა გააკეთა. აი ეს არის ზოგადად ძირითადი ფუნქცია და ძირითადად როგორ მოქმედებს ეს ჩვენი სიგნალები, აი ამ ყველაფერზე. ეხლა ამ player-ში როგორც გითხარით, აი კლასი შემოვიღე და ეს კლასი რის გამო გავაკეთე? ეხლა დიდი თამაში როდესაც ვაკეთებთ, ამ დროს შეიძლება ბევრი body გქონდეს, ხო? და არ მინდა რომ ყველაზე რაღაც გარკვეული მოქმედება გავაკეთო. ასე რომ ძალიან მარტივად შემიძლია ჩავწერო ეგეთი რაღაცა. if body is player, ან კლასის მიხედვით, აი ეგეთი რაღაცა მოხდება. აქაც იგივენაირად შემიძლია გავაკეთო, რომ ეგეთი რაღაცა თუა, აი ეგ შემიძლია გავაკეთო. ან მეორენაირად, if body is in group, იმას ერქვა player, ხო, პატარა იმები დავაწერეთ. აქაც იგივე პრინციპი იქნება აბსოლუტურად. გადავიდა, უკან რო დაბრუნდა, შემდეგ ისევ შეიცვალა და იმ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. ანუ შეგვიძლია ეს როგორც კლასების გამოყენებით გავაკეთოთ და is keyword-ი გამოვიყენოთ, ასევე შეგვიძლია ჩაშენებული მეთოდი, ჩაშენებული ფუნქცია is in group გამოვიყენო, რაღაც გრუპში ჩავსო ჩემი პლეიერი და მაგით მოვახდინო რაღაც გარკვეული მოქმედება. კარგი, ეხლა მოდი ეგეთი რაღაც გავაკეთოთ. თქვათ, მოდი დავამატოთ ახალი სცენა. ეს ახალი სცენა იყოს, მოდი user interface-ის, მოდი ეს იყოს button container. და ამ button container-ში ჩავსვათ button, just button. მოდი ამას დავაწვევები change color. მოდი დამბლა ჩამოვალ, theme override-ში გადავალ
გადავალ font size-ებში და აქ დავუწერ, რა ვიცი, 36 მაგალითად. ცოტა დიდი რო იყოს. Save-ს გავუკეთებ და ამ ჩვენს buttons ჩავსვავ სადმე აქ. აი ამ ადგილზე მაგალითად. ეხლა ვთქვათ, ვაკეთებთ custom signal-ებს. მოდი გადავიდეთ button. ეხლა custom signal-ების მთავარი დანიშნულება რა არის? ხანდახან გვაქვს რაღაც გარკვეული სიგნალები და რაღაც გარკვეული ფუნქციები და ასევე რაღაც გარკვეული არგუმენტები, რომლებიც, რთული არის, რომ ერთი სცენიდან მეორე სცენას გადავცეთ, ხო? ამის ავტომატურად გადაცემა ნამდვილად არ შეგვიძლია და რა თქმა უნდა, ყველაფერს მე გლობალურს ვერ გავხდით. აი მაგის ალტერნატიული ვარიანტი არის, რომ ეს custom signal-ები გამოვიყენოთ. მოდი მე ახლა ამაზე დავამატებ რაღაც გარკვეულ scripts და შევქმნი signals. მოდი ეს სიგნალი იყოს, სიგნალის შექმნა როგორ ხდება? როგორც აი variables ქმნით, vars რო წერთ. აი ეგრე შეგვიძლია ჩავწეროთ signal და მაგალითად change color. აი ესეთი სიგნალი იყოს. ეხლა ამ signals სჭირდება ორი რაღაცა. ერთი არის, რომ emit მინდა რომ გავაკეთო რაღაც დროს, ანუ რაღაცის დროს მინდა რომ გამოვცე სიგნალი და მე ეს სიგნალი რომ გამოიცემა, მე შემიძლია დავუკავშირდე ამ playgrounds. მოდი ეხლა აი ამას გავაკეთებ ჯერჯერობით. და ეხლა თუ დავუკვირდებით, ნახეთ, აი აქ რო გადავალთ სიგნალებში, აი change color-ი ავტომატურად იქნება და შემიძლია რომ ეს change color-ი ავიღო და დავუკავშირო ამ თავარ სცენას. აი მაგალითად აი ასე ავიღო, ორჯერ დავაწვე. აი აქ გვაქვს change color signal. შემიძლია ორჯერ დავაწვე. connect-ი გავაკეთო და ნახეთ ახალი ფუნქცია შექმნა, რომელსაც რაღაცის გაკეთება შეუძლია. მოდი თავიდან გავაკეთებ ეგეთ რაღაცას. print this is custom signal. ეგეთ რაღაც გავაკეთებ. მოდი ჩავრთავ ჩემ თამაშს და შევამოწმებ, თუ მუშაობს. რატომაც არ მუშაობს? ეხლა როგორც ვთქვით, ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება, რომ რაღაცა გარკვეული ანუ emit-ი, ანუ გამოვცეთ ეს სიგნალი და მე დავუკავშიროთ. ჩვენ დავუკავშირეთ, მაგრამ ეს სიგნალი არასოდეს არ გამოგვიწია აქედან. ეხლა მაგის გამოცემა როგორ ხდება? ნუ ბევრი რაღაც შეიძლება იყოს, რა შეიძლება process ფუნქცია გქონდეთ, if statement-ი და აი რაღაცა რომ მოხდება, მაგის მერე გამოსცეს რაღაცა. თუმცა ამ შემთხვევაში, რადგან ეს button-ი გვაქვს, უბრალოდ შემიძლია რომ button-ში გადავიდე და ეგეთ რაღაც გავაკეთო, რომ აი press როდესაც მოხდება, აი მაგ დროს ეს change color-ი emit-ი გავაკეთო. აი ასეთ შეიძლება. ან ასეთ შემიძლია გავაკეთო. emit signal change color. და ეს აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის. აი მოდი ახლა თუ შევამოწმებ, ყველა ჯერზე როდესაც ამას ვაწვევი, რაღაცა ხდება. ეხლა კოდით ამის სხვანაირად გაკეთებაც კი შეგვიძლია. ნახეთ, ეხლა თუ გადავალთ აი ამ კოდში, ეხლა ხელით დავუკავშირე მაგალითად ამ სიგნალთან. მაგრამ მოდი აბა disconnect-ს გავუკეთებ ამას და აი როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი გავაკეთო. თამაში როდესაც დაიწყება function ready, ამ დროს მინდა რომ ეს ჩვენი button container-ის ეს რაღაც change color სიგნალი ამასთან დავუკავშირო. წამოვიღებთ ამ button containers dot connect პირველი რა ფუნქცია მინდა რომ რა სიგნალი მინდა რომ დავუკავშირო მაგას წერთ და რა ფუნქციას მინდა რომ დაუძახოს. აი ეს შემიძლია იყოს, რომ აი ჩვეულებრივ შემთხვევაში ეგრე არის, რომ on button container change color. ანუ on მერე ამის სახელი და მერე სიგნალის სახელი. თუმცა ახლა ამ სიგნალს შეიძლება ნებისმიერ რაღაცა ერქოს მაგალითად something. და აი ეს something რო ჩავწეროთ აი აქაც. აბსოლუტურად საკმარისი იქნება მაგისთვის, საბოლოო ჯამში შედეგი იქნება ერთი და იგივე. გადავჭერთ. ხო, ჩვეულებრივად ეს custom signal-ები გამოიყენა და ერთი და იგივე იყო. ეხლა მე print-ის მაგივრად მინდა რომ სხვა რაღაცა გააკეთო. რის გაკეთება მინდა? მე მინდა რომ ამ ჩვენი player-ის რა ვიცი, player-ის მოდი ავიღოთ ეს ჩვენი player-ი, აი ნახე აქედან ძალიან მარტივად შეგვიძლია მოვუწევს ხელი და მაგალითად modulate property რო გვაქვს ეს ტოლი იყოს ეს modulate property-ც color-ში ზოობა, ხო?
მოდი color-ი ავიღოთ. მაგალითად იყოს აი ამ ფერი. და აი ეგეთი რაღაც გავაკეთო. გავაკეთოთ და აი ნამდვილად შეიცვალა ეს ფერი. ხო, ეს არის და ეს. ეხლა კარგი რამე რაც სიგნალებს გააჩნია, არის ის რომ შემიძლია რომ რაღაც გარკვეული არგუმენტი გადავწე. ეს არგუმენტი რა შეიძლება იყოს? აი მაგალითად აქ მაგ რაღაც გარკვეული სიცოცხლე. ან მოდი რადგანაც color-ებზე გვაქვს საუბარი, მოდი color-ი გავაკეთოთ. var new color უდრიდეს color აი აქედან გადავწეთ ეგ color. მოდი წითელი ფერის რაღაცა იყოს. და change color-ის დროს მინდა რომ ერთი არგუმენტი კონდეს, რომელიც იქნება color. და აი ემით სიგნალი როდესაც მოხდება, ამ დროს მინდა რომ იყოს რაღაც გადავწე, მაგალითად new color. აი აქედან რაღაცა გარკვეული ის გადავწე და აი აქ გამოვიყენო. აქ დავასევებ მოდი ამას, ხელი დამჭირა, მოდიეთ. გადავალ მოდი ამ playground-ში და აქ უკვე და რომ მაქვს ეს რაც connect გავაკეთე change color-ის something ამ ფუნქციის მაგივრად, აი ამის მაგივრად ახლა თუ დავაკვირდებით ახლა ამ ჩვენს signals აი აქაც ავტომატურად გვაქვს მოცემული რაღაცა color variable-ი რომელიც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. აი აქაც გვაქვს რაღაცა გარკვეული მაგალითად რაღაც color-ი ესეც უდრიდეს რაღაც გარკვეულ colors. მოდი შევამოწმოთ და აი აქ შეიცვალა ის. და ეს color-ი გადაცემული არის აი აქედან. ანუ ახლა რა თქმა უნდა ერთის გადაცემა არ შეგვიძლია რომ ძალიან ბევრი ეგეთი იყოს. სიგნალებზე სულ ეს არის ნახავობით დღეისთვის. რთული მაინც არაფერი არ არის. საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ რომ ეგ ყველაფერი გააკეთოთ და პრაქტიკაში უფრო მეტად მიაჩვევით. იმედი მაქვს მოგეწონათ, თუ რამე კითხვა გაქვთ შეგვიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში. გისურვებთ სასიამოვნო დღეს.